სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ეს უკვე მეორე კვირია სულთმოფენობიდან და დღეს წავიკითხეთ სახარება, რომლის შინაარსიც თითქოს ისე დიდმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ სახარების ყოველი მუხლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაცხოვარი დადიოდა გალილეის ტბის ნაპირას და ნახა, რომ პეტრე და ანდრია ძმები ერთად ითხევლიდნენ, ანუ თევზაობდნენ და უთხრა, რომ მომდევდით მეო. მათ დაუტევეს ნავი, დაუტევეს ბადე და წაყვნენ ქრისტეს. გზაზე ასევე შეხვდა ორი ძმა მამამისთან ერთად, იოანე და იაკობი ზებედის მამასთან ერთად, ასევე თევზაობდნენ და მათაც მოუწოდა და ყველას უთხრა, რომ მე გაგხდით თქვენ კაცთა სულების მონადირე, ანუ კაცთა მონადირე, ანუ ადამიანების გამოხსნისთვის მონადირეს. და მათაც დაუტოვეს და გაყვნენ. მამაც დატოვეს ყველაფერი. ის დადიოდა, კურნავდა ხალხს და ახარებდა სახარებას სასიხარულისას. ეს სახარება გვამცნობს, რომ ჩვენ უნდა მივყვეთ აი იმ სწავლებას, რაც არის აქ მოთხრობილი. პირველი რა არის, რომ ძმები ერთად მუშაობდნენ. ერთი, აი ცოტა უხეშად ვიტყვით და არასტანდარტულად, ერთი ბიზნესი ჰქონდათ. დღესდღეობით ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ნათესავები ისევ ახლოს ვერ არიან და რაღაც მომენტში ერთმანეთს უმალავენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ნაკლებად იყვნენ კონტაქტში. ასევე უცხოეთში თუ გაიგონებენ ქართველი, თუ ის ქართველია, ნაკლებად ეკონტაქტებიან, რაღაცნაირად ესე არასწორი მიდგომა აქვს და მე არავის არ განვიკითხა, უბრალოდ ეს სახარება იგვანიშნებს, რომ პირველ რიგში უახლოეს ადამიანებთან უნდა ვიყოთ. ახლოს ეს სიახლოვე ჩვენი საქმიანობა იქნება თუ რაც იქნება, მე რა თქმა უნდა სხვასთან. მეორე, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მაცხოვარმა მოუწოდა მათ და აი ამ მოწოდებით მათ დაუტოვეს, ყველაფერი დაუტოვეს. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მე რა მოხდა ეს ნავი, მე რა მოხდა ეს ბადე, რა მოხდა, არაფერი არ არის. არა, შემოკეთილო, ეს მათთვის ყველაფერი იყო, ამით ჭამდნენ. პეტრე მოციქულს ჩვენ ვიცით, რომ ოჯახი ყავდა, სიდედრი მისი ავად იყო, ქრისტემ რო განხურნა. ეს იყო მისი მთავარი შემოსავლის წყარო, თევზაობა. აი ამ დაჭერილ თევზს ყიდნენ და ამით არჩევდნენ ოჯახს. და დატოვა ყველაფერი და გაჰყვა. შეიძლება ეს ჩვენთვის ცოტა ისეთი ის იყოს გაუგებარი, მაგრამ თუ გავიაზრებთ იმას, რომ ამით ჩვენ უფალი გვეუბნება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ხშირად მოუწოდებს უფალი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ იგნორი გაგვიკეთებია, ძალიან ბევრჯერ არ დაგვიგდია მისი სიტყვისთვის ყური, რომელიც უფალი გულში გველაპარაკება, ან უფალი შეიძლება მშობლის პირით დაგველაპარაკოს, ან მოძღვრის, ან მეგობრის პირით და ყურადღება არ მიგვიქცევი. არა და აი ამასაც გვეუბნება უფალი, რომ როცა მოგიწოდებ, შენ უნდა დაუტოვე ყველაფერი და მომდევდე. ეხლა შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ჩვენ ვერები არა ვართ, ეხლა დაუტოვოთ ძმუშვილი, ეგრე არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა, უფალი ყველასგან ამას არ ითხოვს, მაგრამ ის რომ კვირადღეა ვთქვათ, წინა კვირა დაძაბული გქონდა და ამ დროს გაგერგვიძა და გაგახსენდა, რომ წირვაზე უნდა წახვიდე. ამ დროს ეშმაკი გეკაჩება, სიზარმაცე გეკაჩება, რომ ცოტა ხანის დაიძინე, არა უშავს, ცოტა დაიგვიანებ, არა უშავს და არა და უფალმა მოგიწოდა
გაიღვიძე უკვე, გადაისახე პირჯვარი, დათმუნე შენი სიზარმაცე და გადადგინა ბიჭი. ასევე უფალი ბევრ ამას მოგვიწოდებს ხოლმე, ვთქვათ, მარხვა და ამ დროს ექიმთან ჩაწერილი იყო ადამიანი, აი რაღაც ანალიზები აიღო და ცოტა დააკლა კალიუმი, კალციუმი და აი საშიშია მერე შემდგომ აი ძვლების განვლევა არ მოხდეს და ნუ ერთ სიტყვით და მოდიან და იცი მამაო აი შეიძლება რომ მე თქვათ აი მარხვა დავარღვიო და აი ეს მაწონი მივიღო და ანუ პირველ რიგში აყენებენ თავის მეს, პირველ რიგში აყენებენ იმას რაც არასწორია, პირველ რიგში უფალი უნდა დავაყენოთ. აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკიდურესად ავად არიან და რა თქმა უნდა მათი მარხვა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ის რომ პატარა რაღაც იმაზე რომ შეიძლება არც არაფერი არ აწუხებდეს ამ ადამიანს და ექიმმა უთხრას რომ იც შეიძლება გავლევა მოხდეს ძვლების და აბა შენიცი მიიღე და იმ წუთში დაიწყებენ მარხვის დარღვევას. ეს ნიშნავს რომ უფალმა მოუწოდა მარხვისკენ და მან ზურგი აქცია. ანუ დღევანდელი სახარება მიგვანიშნებს იმაზე რომ აი უფალი მოუწოდებს აი ამ მოციქულებს რომ ისინი კაცთა სულების მონადირენი გახდნენ. იმაზე დიდი მოწყალება არაფერი არ არის, როდესაც გზააბნეულ ადამიანს შვიდნაოდ საყუველში მიიყვან უფალთან დედა ეკლესიაში და დააწყებინებას ეკლესიურ ცხოვრებას. ამას დიდი მოწყალება არ არსებობს ხალხ. ამიტომ ნუ გონიათ რომ ეს მოციქულებრივი ღვაწლი მარტო მოციქულებისთვის არის. შეიძლება უფალმა უცბად გულზე დაგადოთ, აი მიდიხართ ტრანსპორტში, ტაძარს ჩაუვარეთ, გადაისახეთ პირჯვარი და ამ დროს დაინახეთ ვიღაც თქვათ, რომელიც აი რაღაცნაირად ვერ ღებულობს ამას და თქვათ რაღაც ან კითხვა დაგისვა, რაღაც ესე რატო ხდება. იმ წუთში უნდა დატოვოთ ყველაფერი და მაქსიმალურად უნდა აუხსნათ ამ ადამიანს რა არის ეს პირჯვრის გადაწევა, რა არის ქრისტიანობა. ტაძარი რა ინსტიტუტია, ეს არის ინსტიტუტი, სადაც სულების გამოსყიდვა, გამოხსნა ხდება და ასე რომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ არ დავიზაროთ და თუ კი უფალი გულზე დაგვადებს და მოგვიწოდებს, ესა თუ ის ადამიანი შეხვდება მის მიმართ ჩვენ არ უნდა დავიზაროთ და სიტყვით სიყვარულით უნდა აუხსნათ ყველაფერი. მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც გაღიზიანებული აღებულობენ და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა შევეშვათ, დავლოცოთ ღმერთმა სინანული მოგცეს, ღმერთმა დავლოცოთ და გამოვეცალოთ, რომ არ გავაღიზიანოთ და ამით ცეცხლზე ნავთი არ დავასხოთ, უფრო არ აგიზგიზდეს მის გულში ეს სიმბოლოთა იქნება თუ ეკლესიური მიუღებლობა. ასე რომ, აი ეს ყველაფერი სახარებაში არის გადმოცემული და ვეცადოთ, რომ ჩვენც პური დავუდგოთ უფალს. უფალი გზანებს, რომ ყველა ადამიანის გულთან ვდგევარ და ვაკაკუნებ მოიგების ვინმე მისმინოს და გამიღოსო. შეიძლება ჩვენ ვეზიარებით და გონია, რომ ჩვენ ყოველთვის უღებთ უფალს გულს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ძალიან ხშირად უფალი რომ გულზე გვიკაკუნებს და მოითხოვს ჩვენგან რაღაც განსაკუთრებულს ან სხვის დახმარებას, ეს მატერიალური იქნება თუ სულიერი თუ ფიზიკური ან სხვა რამე. ამ დროს შეიძლება იგნორი გავუკეთოთ უფლის აი ამ მოთხოვნას. არადა გაგვახსენდეს, რომ მოციქულები რატო აიყვანა უფალმა ესეთ მაღალ ხარისხში, იმიტომ რომ მათ ყველაფერი დაუტოვეს და გაჰყვნენ ქრისტეს. ღმერთმა მოუწეს ამის ძალა, რომ ჩვენს ყოველთვის გულისყურით, გაფაქიზებით გავლოდებოდეთ, აბა უფალი რას დაგვადებს გულზე და ამის მიხედვით ჩვენ ყველა უფლისმიერი ლოცვა კურთხევა შეგვასრულებინოს. ამინ. გაგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პეტრე პავლოვის მარხვაში, ვისაც არ დაგიწყიათ ეს მარხვა, აუცილებლად დაიწყეთ. არ თქვათ, რომ აბა თავიდან არ დავიწყე და ეხლა როგორ დავიწყო, არა უშავს. დაიწყეთ. და დაიწყეთ ლოცვები, გააძლიერეთ მარხვები და ეცადეთ, რომ ღვთისმსახურებით
იცხოვროთ ღვთის სადიდებლად ამენ ჩვენთან არსებობ